გამარჯობა, მე ვარ ქეთა ჟორჟოლიანი, ახლა წარმოგიდგენთ გახრაჩილი სურათის ეფექტს. შევდივართ File, Open და ვირჩევთ იმ სურათს დოკუმენტს, რომლის გაკეთებაც გვინდა Photoshop-ში. თქვა დავირჩიეთ ესეთი სურათი, პროექტი ეს არის გოგონასი. პირველ რიგში ხსნით blocks და ვიწყებთ შეწყების დაგვარად ავგაკოს ამოჭრას. არსებობს მარტივი ხერხები, როგორიც არის Magic Tool, Quick Selection. მაგრამ ამჯერად მე გამოვიყენებ Pen Tools, რადგან უფრო კარგად ამოიჭრება ეს გოგონა. ამისათვის უნდა მივუახლოვოთ აუცილებლად ეკრანი და ვიწყებთ ამოჭრას. ცოტა დიდხნიანი პროცესი არის. ჩემში ძალიან კარგადაც არ არის საჭირო ამ ტუტორიალისთვის ამოჭრა. უბრალოდ ზედმეტ ფონს მოვაშორებთ. შეგვიძლია მარტივად გადავაროთ, რადგან ეს ნაწილი არ გვჭირდება. შემოვატაროთ ფოტოსებს. ნაწილებიც არ გვჭირდება, ამიტომ უხეშად ვატარებთ. სხვა შემთხვევაში შეგვიძლია რომ მოგვეჭრა ჩანელით, მაგრამ ხო უბრალოდ ეს რაღაცნაირად მოვნიშნოთ.
და შევკრათ ეს ჩვენი paint-ული, გადავიდეთ ფასში, მარჯვენა კლიკი მაუსზე, make selection, OK. გადმოვიდეთ layer-ზე და ვაჭერთ Ctrl-J და ჩვენი ფიგურა ამოიჭრა. ესეთ რომ დავინახოთ. თუ მაინც და მაინც გვინდა ამ ნაცისფერების ცოტათი კიდევ უფრო მოშორება, შეგვიძლია მეჯექტური გამოვიყენოთ, დავაწყებოთ და delete. ისევ დავაწყებოთ delete. როგორც გვინდა რამდენადაც სასურველია. ეჯო გამოვიყენოთ. განიშნა ხდება Ctrl-D საშუალებით. ახლა ჩვენ გვჭირდება ფუნჯები, რომელიც არ არის მოთავსებული ფუნჯის პალიტრაში და გვჭირდება გადმოწერა. მაგალითად აი ასეთი რაღაცა ნაჯღამნი წვეთების განმოწერა გვჭირდება. ამისათვის ჩვენ შევდივართ მაგალითისთვის საიტზე speckboy.com ან brushes.com ან ნებისმიერ საიტზე და ვიწერთ გავს ვექტორებს, ვექტორულ ბრაშებს. რომ ჩამოვტვირთავთ ვექტორულ ბრაშებს, შევდივართ ფუნჯებში. აი აქ load brushes და ჩავყრით ჩვენ გადმოწერილ ბრაშებს. ვაძლევთ loads და აქ ჩაგვიხდებს იმ ბრაშებს, რომელიც ჩვენ მოგწონს. ახლა ვაკეთებთ ჩვენ ასეთ რაღაცას. ამოვჭერეთ, კიდევ ერთხელ ამოვჭერეთ, კიდევ ერთი დუპლიკატი გავაკეთოთ ამისი, Ctrl-J. ამას თვალი ჩავუყროთ. ახლა რას ვაკეთებთ? შევდივართ ბრაშებში. ვიღებთ სასრო ბრაშს, არ აქვს მნიშვნელობა. მე ავიღებ თქვათ აი ესეთ ბრაშს. ესეც and that's იყოს ესეთი, არ აქვს მნიშვნელობა დიდად. ცოტათი ვაპატარავებთ. გადავდივართ ბრაშს, თუ არ გვაქვს შევდივართ window brush ესეთ ფანჯარს, სადაც შეგვიძლია რომ დავარეგულიროთ ბრაშების ზომა, ფორმა, ფერი და ასე შემდეგ. Spacing არის დაშორება ბრაშებს შორის, ცოტათი მოვუმატოთ. ესეთი ის არის თუ აქ განვაწერთ, მიხვდებით რა ეს ნაწილაკები დაბლა ჩამოვიდა. გადავდივართ shape dynamics-ში. ცოტათი კუთხეებს ვცვლით. Okay. გვაქვს ბრაში, გვაქვს თეთრი ფერი არჩეული. ვქნით ახალ layers, create new layer და დავარქვათ თეთრი. თეთრ ფერზე, თეთრ layers-ზე ვდგებით და ვცდილობთ გავაკეთოთ აი ესეთი რაღაცები. ფაქტობრივად წავშალოთ უნდა ეს საზღვარი. შეგვიძლია ავიღოთ სხვა ბრაში, ნებისმიერი, რომელიც ჩვენ მოგწონს. მე ავიღებ აი ესეთ ბრაშს, ოღონდ თქმა უნდა დავაპატარავებ. ამასაც ავიღებ და შევცვლი ცოტათი spacings.
და სხვადასხვა კუთხით დავატრიალებ. ერთხელ გავაკროთ უფრო საზღვარი. ეს უფრო აგრესიული ბრაშია, როგორც ხედავთ. რაღაცას ვაკეთებთ. ესეც ასე. ეხლა train აი ამ ხალხს კიდევ ერთხელ დავაკოპირებთ Ctrl+J საშუალებით და გადმოვაწევთ ზედა layers. ვაჭერთ Ctrl+S, რადგან ცოტა უფრო გავზარდოთ და გავასუქოთ ეს გოგონა და ჩამოვწევთ როგორც ჩვენ გვინდა ის. გავსდით უფრო სწორად, ცოტა მაღლა ავწევთ, უფრო სწორი იქნებოდა. აი ესე. ცოტათი უფრო შეიცვალოს ამ გოგონა ფორმა, ჩვენ შევდივართ filter, liquify და აქ ვიწყავთ მის გასუქებას. თუ გნებავთ რომ ვინმე გაასუქოთ ან დაათხელოთ, შეგვიძლიათ ეს liquify-ი გამოიყენოთ. ესე ცოტა უფრო სასაცილო გახდეს ეს ყველაფერი. არა ორდინალური. ესე. ვაძებთ, ოკეი, ცოტა დიდი ჯორჯდება. აი, ესეთი სუქანი ხანა გამოგვივიდა. რა თქმა უნდა, არ გვავიწყდება დასეივება. თქვენთვის მოსახერხებელ ადგილას დაასეიმეთ, თქვათ ერთიანი დავარქვეთ, save. ახლა რა შევიდეთ, გავართ ამ layer-ზე, შევდივართ layer mask hide all. რადგან დავმალოთ ეს ქალი და გამოვაჩინოთ მხოლოდ ის ნაწილი, რასაც ჩვენ ბრაშით გამოვაჩენთ. დღებით აი ამ შავ კვადრატზე ვირჩევთ ჩვენთვის სასურველ ბრაშს, ისევ და ისევ. დავაპატარავთ რაში. ავირჩიეთ და ისევ ეს ბრაში, რომელიც წერა გამოვიყენეთ. როგორც ცოტათი დავაპატარავთ და ვიწყებთ აი ესეთ მოძრაობას. ხედავთ რომ აი ეს სუქანი ქალი რაც იყო, იმის გამოჩენას ვიწყოთ. თუ არ მოგვწევს ფორმა, ისო შეგვიძლია აი ამის საშუალებით, პანელის საშუალებით შევცვალოთ. აი ესე. შეგვიძლია ისევ, ცოტა გადავატრიალოთ. შეგვიძლია კიდევ ავირჩიოთ სხვა ესეთი ფორმა, შევიდეთ იმავე პანელში. ცოტათი დავაპატარავთ ფუნჯი.
თუ ზედმეტი გვაქვს რაღაცები, მე ამის წაშლა არ იქნება პრობლემა, შეგვიძლია ძალიან თავისუფლად და ადვილად წავშალოთ. ისევე ვჩევთ აი ამ ფონტს, ცოტათი ვაპატარავებთ. აი ესეთი დაშლილი გოგოა ჯერჯერობით. შემდეგ ვდგებით ისევ აი ამ თეთრ ფონზე და ვაკეთებთ layer mask, ახლა ყვა level 2. ვაჭერთ, ვდგებით ისევ აქ. თუ რამე არ მოგწონს, შეგვიძლია ავიღოთ ისევ ფუნჯი და ამ შავი მასკით წავშალოთ, ამ პირიქით თეთრი დავამატოთ. ეს გადაქმნა, აი ცოტათი უფრო თვალსაჩინო რა გახდეს, შეგვიძლია აი ეს ლეიერი ავიღოთ, გავაკეთოთ color burn, ცოტათი უფრო აი ესე გამოიყურება ჩვენი დაშლილი გოგონა. მადლობა ყურადღებისათვის.